გამარჯობა, მოგესალმებით. წინა ვიდეოებში თუ ნანახი აქვთ, მახსენე რომ ამ მამაპაპურ მეთოდთან და გეგმითა სიბრტყის ცვლასთან ერთად იყო მესამე ვარიანტი ამ ამოცანის ამოხსნის, რაც იყო წერტილიდან სიბრტყემდე მანძილი. შეიძლება სხვა ამოხსნის მეთოდებიც არსებობს, მაგრამ პირადად მე ახლა არ მახსენდება. ამიტომ მოდი ამ სამ მეთოდზე შევჯერდეთ. მესამეს რასაც აღიხსნით, იქნება ეს ბრუნების ან მობრუნების მეთოდით. საკმაოდ ისეთი მეთოდია, წეგან გავაკეთე, ჩავწერე კიდეც ვიდეო, მაგრამ მე აღმოვაჩინე, რომ ხმა არ იყო ჩაწერილი, ამიტომ თავი დამწერ ახლა მაგ ვიდეოს. ცოტა დაღებული ხმა შეიძლება მქონდეს. ბოდის ვიხდით მაგისთვის. თავიდან ძალიან ნეგატიურად ვიყავი ამ მეთოდის მიმართ გაწყობილი, იმიტომ რომ ხშირად ბრუნებას არ ვიყენებ, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან სახალისო მეთოდი არის. მე აღმოვაჩინე, რომ თურმე ასეა, ძალიან გავერთა. მაგრამ სიმარტივით ალბათ უფრო ვიტყოდი, რომ გეგმილთა სიბრტყის ცვლა მაინც უფრო მარტივია და ვიტყოდი, რომ ბრუნება შეიძლება უფრო თვალსაჩინო და კარგი იყოს, ვიდრე აი ეს მეთოდი. ამიტომ მოდი ბევრი აღარ ვისაუბროთ, ახსნათ, აი ჯერ უბრალოდ პრინციპს გეტყვით, რა გვინდა რომ მივიღოთ ამოცანის ამოხსნის ამ მეთოდით რა. ანუ ბევრი ამ იყო, მაგრამ არა უშავს. უნდა მივიღოთ აი ესეთი გამოსახულება საბოლოოდ. გვინდა რომ სიბრტყე გადავაქციოთ მაგეგმილებელ მდგომარეობამდე, ანუ ერთ ხაზად უნდა დავინახოთ მთლიანი სამკუთხედი, ამ შემთხვევაში სამკუთხედით აღვნიშნე სიბრტყე, შეგიძლიათ ორი პარალელური ხაზით, ორი გადაკვეთით ხაზით, ხაზი და წერტილი, თქვენზე დამოკიდებული. ნუ გამახსნევინებთ ახლა ამას. ხოლო როგორ მივაღწევთ ამას? ეს არის ბრუნების მეთოდით. კონკრეტულად ბრუნება ვიცით რომ არსებობს დონის წრფის ირგვლივ და არსებობს მაგეგმილებელი წრფის ირგვლივ. ამ შემთხვევაში მაგეგმილებელი წრფეს გამოვიყენებთ, დონის წრფე არ ვიცი რამდენად ამოხსნის ამ ამოცანას, არ მიფიქრია მაგაზე, შეიძლება კიდეც იხსნება, მაგრამ თავს ვერ დავდებ. გვჭირდება მაგეგმილებელი წრფე, შეიძლება ამოიხსნას ფრონტალურ გამოსახულებაშიც, ან ფრონტალურ გეგმილთა სიბრტყეზე, შეიძლება ამოიხსნას ჰორიზონტალურ გეგმილთა სიბრტყეზე. ამ შემთხვევაში ჰორიზონტალურ გეგმილთა სიბრტყეზე ამოხსნი, მაგრამ ზუსტად იგივე პრინციპი იმოქმედებს მის ფრონტალურ გეგმილზეც. ну რასაც ვაკეთებთ, ახლა რის გაკეთებაც მე პირადად მირჩევნია ხოლმე, უნდა აღმოვაჩინო რომელი წერტილის მიმართ მინდა ეს გავაკეთო. აქ სახელით დავიწყებია, მოდი უცებ დავაძერ, რომ ეს ბ წერტილია. რომელიც აი შუალედური წერტილა, მოდი შუალედურ წერტილს დავარქმევ, ანუ z კოორდინატები რომ მოვიაზროთ, შუაში ძევს b წერტილი, ხო, ანუ c-სა და a-ს შორის არის. მაგას ვიყენებთ ხოლმე ძირითადად ჰორიზონტალის ან დონის წრფების გასავლელებად, უფრო სწორად რომ ვთქვათ, და მაგ წერტილს გამოვიყენებ, მაგ წერტილის ჰორიზონტალურ გეგმილს გამოვიყენებ, მაგეგმილებელი წრფის გასატარებლად. ხო, რომ მაგეგმილებელი წრფის გასატარებლად, ну რას ვაკეთებთ, ხო, როგორ უნდა აღვნიშნოთ ეს ეპიურზე. საკმაოდ მარტივად, უბრალოდ აი აქ ერთ ხაზს გაავლებთ, რომელსაც ის დააწერთ, ну შეგიძლიათ სხვაც დააწეროთ, მაგრამ მაგეგმილებელ წრფებს და ღერძებს ხოლმე აღვნიშნოთ იასოთი. არ არის ეს დოგმა, შეგიძლიათ სხვა ასოთიც აღნიშნოთ, არ არის პრობლემა. ხოლო აი აქ რას ვაწერთ ახლა? ამ შემთხვევაში აქ დავაწერთ, რომ b წერტილის ეს გეგმილი უდრის, ანუ შეეთავსება i წერტილი, ანუ i მაგეგმილებელ წრფეს, რომელიც წერტილად ჩანს, რა თქმა უნდა. აი ეს. კარგი ბატონო, აი ახლა რას მოიაზრებს ეს ამოცანა? ეს ამოცანა მოიაზრებს ამ სიბრტყის კუთვნილი ერთ-ერთი წრფის დანახვაც მაგეგმილებელ მდგომარეობაში, რაც მთლიან სიბრტყეს გაიყოლებს და ასევე სიბრტყესაც გამოაჩენს მაგეგმილებელ მდგომარეობაში. ანუ მე თუ მაქვს რაიმე დონის წრფე და მოვაბრუნებ და გადავაქცევ მაგეგმილებლად, აი მოდი გავაკეთოთ, თან ვისაუბროთ და თან ისე ამოხსნათ ამოცანა. b წერტილიდან გავაუბროთ დონის წრფე, რაც იქნება რა თქმა უნდა ჰორიზონტალი, დავაწეროთ სახელი, რომ ეს არის h2, ვაჩვენოთ, რომ ამ სიბრტყის კუთვნილია და არა ჰაერში გამოკიდებული რაიმე წრფე. ამისთვის მიკუთვნება გვჭირდება. შემდეგ ამის გეგმილი რა თქმა უნდა ვიპოვოთ AC-ზე. წერტილი აქაც დავსვათ, სახელიც დავარქვათ, ანუ მიკუთვნება დავასრულოთ. ასე. ну შემდეგ რაც უნდა გავაკეთოთ, რა თქმა უნდა, თუ
A1 და B წერტილებით იყო განსაზღვრული ჰორიზონტალი, აქაც რა თქმა უნდა B წერტილითა და A1 წერტილით იქნება განსაზღვრული. აი ეს. აი ახლა მთელი მუღამი, ასე ვთქვათ, არის ის, რომ მოვაბრუნოთ აი ეს, ნახეთ როგორ ბრუნდება, აი ამ მაგეგმილებელი წრფის ირგვლივ და დავაყენოთ აი ასეთ მდგომარეობაში. აი ეს მდგომარეობა იქნება იგივე, რაც მაგეგმილებელი, ფრონტალურად მაგეგმილებელი წრფემდე მოვიყვანი აი ეს დონის წრფი. აი ეგ არის ახლა მთლიანი მუღამი ამ ამოცანის ამოხსნის. და ამ ყველაფერს იმიტომ ვაკეთებთ, რომ აი ეს მთლიანი სამკუთხედი შემდეგ აი გამოყვეს ამ წრფეს, აი გამოიყოლოს და დააკვირდით სამკუთხედის ფორმა საერთოდ არ იცვლება. და რასაც მივიღებთ აქ, რომ მოbrunდება, მთლიანი ეს სამკუთხედი იქნება, რა თქმა უნდა, მაგეგმილებელ მდგომარეობაში და გამოჩნდება აქ როგორც ერთი ხაზი. მაგრამ მაგისთვის რა გვჭირდება? რა თქმა უნდა, ჯერ ვიწყებთ ჰორიზონტალით. გავავლოთ რაიმე წრფე, სადღაც აქ უნდა მოხდეს ეგ ჰორიზონტალი, შეგვიძლია სხვა ფერი მივცეთ, რომ თვალსაჩინო იყოს, რაიმე, იგივე ფერი არ მინდა გამოვიყენო, მოდი ეს ფერი იყოს რა, ოდნავ განსხვავებული არის. ერთადერთი რაც ვიცი ახლა არის ის, რომ აი ფარგლს რომ B წერტილში ჩავარჭობ, მე ერთ წერტილამდე უნდა გადავიდე და მოვატრიალო. და აი აქ იქნება წერტილი 1. ამას სახელი დავარქვათ. იქნება აი ასეთი რაღაც დავაწეროთ. წერტილი 1-ის ნაბრუნები გეგმილი. აი მე ახლა ამას ასე აღვნიშნავ, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ აი ამ დახრილი ხაზის მაგალითად აი ესე კალი გაუკეთოთ თავზე. მე უბრალოდ ახლა ეგ არ შემიძლია. შემდეგი ვიპოვოთ, A წერტილი, მაგრამ ვიდრე A წერტილამდე მივართ, B წერტილი შევნიშნოთ, რომ თავის თავზე იბრუნებს, ხო? არსად არ წავა, იმიტომ რომ ბრუნის ღერძმა გაიარა B წერტილზე. ამიტომ მაგ შეგვიძლია, არ არის აუცილებელი, მაგრამ შეგვიძლია ასეთი რამე დავაწეროთ B წერტილის ნაბრუნები გეგმილიც აქ მოხდება. ვიღაცამ რო შარი არ მოგდოს მე ამას. აი ესეთი რაღაც გვექნება აქ. всё, აი ამ ადგილზე მოვჭით. ერთი აქ რაც დამოვიწყდა, იყო ჰორიზონტალის სახელის დაწერა. აი ეს. აქაც მივანიშნოთ, რომ ეს ჰორიზონტალი არის. აი წერტილი 1 ვიპოვეთ, ხოლო რაც შეხება წერტილ A-ს. წერტილი A-ს ვიცით, რომ ამ ტრაექტორიაზე იბრუნებს აი ამ მიმართულებით, აი ეს, ხო? ამოვიდა სადღაც აქ არის. არ ვიცით საით არის, ვიცით რომ აი წერტილი 1-დან აი ამ მიმართულებით არის, ანუ სადღაც აქეთ უნდა ვეძებოთ. აქ სხვანაირად ამოვხსენი, შეცდომით ამოვხსენი, წეგან აქეთ დავსვი, მაგრამ არაფერი არ შეიცვალა. მაინც იგივენაირად ამოიხსნა ამოცანა და მაინც სწორი გამოვიდა. არაფერი არ იცვლება. უბრალოდ სარკისებურ გამოსახულებას იღებთ, დანარჩენი ყველაფერი სწორია. ამიტომ შეგიძლიათ ისეც გააკეთოთ. მაგრამ, მოდი მივყვეთ როგორც სწორია. მე წეგან შემეშალა და არ დავაკვირდი. ჩვენც ახლაც შევეშლება რა. ვიცით რომ წეგან დავაკვირდით რომ აი სამკუთხედი რომ მოვატრიალეთ, დავინახოთ რომ წერტილებს შორის დამოკიდებულება არ შეიცვალა. ანუ სამკუთხედმა ფორმა არ დაკარგა. ფორმა რო არ დაკარგოს, აი წერტილ 1-სა და წერტილ A-ს დამოკიდებულებას ავიღებ ფარგლით. იგივე რადიუსით მე რკალს აი აქეთ შემოვავლებ. და ესეთ რაღაცას მივიღებ. აი სადღაც აქ მოხდა, ესე იგი, სადღაც თქვათ, თქვი ახლა ზუსტად ვიცი სადაც მოხდა, აი აქ. ამას დავაძერ, A წერტილის ნაბრუნებ გეგმილს. ახლა C წერტილი როგორ ვიპოვოთ? ხო, C წერტილისთვისაც ზუსტად იგივენაირად შემიძლია, ანუ ამისთვის უკვე რამდენიმე მეთოდი გვაქვს. აი ამ ტრაექტორიაზე იბრუნებს, რა თქმა უნდა. და ახლა ორი ვარიანტი მაქვს. ერთი არის რომ წერტილი 1-დან გადავზომოთ C-მდე დამოკიდებულება. მეორე ვარიანტი რომ წერტილი A-დან გადავზომოთ C-მდე დამოკიდებულება, მაგრამ თუ დავაკვირდებით, დავინახავთ რომ წერტილი C მდებარეობს A და 1-ის გაგრძელებაზე. ანუ აქაც თუ იგივეს გავაკეთებ, A და 1-ის თუ დამაკავშირებად ხაზს, ოდნავ აი ესეთ განვაგრძობთ, დავინახავთ რომ მივიღებთ რაღაც C წერტილს. აი აქ მიიღება ეს C წერტილი. მაგრამ იქნებ გადყუებთ. მოდი გადავამოწმოთ. ამისთვის, მაგალითად ავიღოთ A წერტილიდან დამოკიდებულება, ხო? 1-დანაც შეგვიძლია გავუკეთებინა, არ იქნებოდა პრობლემა. აი ეს დამოკიდებულება ახლა ავიღოთ ფარგლით, ჩავსვათ A წერტილზე და აი დაინახავთ რომ ერთ და იგივე წერტილზე გაიარა აი ერთად მოხდა. კიდე მივაზომავ, მაგრამ არ არის ახლა საჭირო, ხო? მგონი გავიგეთ როგორც გაკეთდა ეს.
შემდეგი. ახლა რაც დაგვრჩა, ეგ არის რომ აი ეს, ბ-წერტილი თავის თავზე იბრუნებს, რა თქმა უნდა. დავუკავშიროთ ერთმანეთს. სამკუთხედი ვაბრუნეთ, ერთადერთი რაც დაგვრჩა არის რომ m-წერტილიც უნდა ვაბრუნოთ. კი ბატონო, აი წამოვიღოთ m-წერტილიც, სად იქნება და ვიცით რომ AB გვერდის გვერდით წევს, აი ესე უხეშად ვიტყვი, ანუ სადღაც აქ უნდა იყოს, თვალის ზომით შევამჩნევთ რომ სადღაც აქ არის. მაგრამ სად არის, ხო? დამოკიდებულება გვჭირდება ან C-დან, ან 1-დან, ან A-დან, ან არ აქვს მნიშვნელობა, ამ შემთხვევაში A-ს გამოვიყენებ. ფარგლით გადავზომავ, წამოვიღებ ფარგალს, ჩავარჭობ A წერტილში, სადაც აი ამ რკალს გადავკვეთ, აი მანდ იქნება M წერტილი. მორჩა, აი აქ არის. დავსვათ აქაც წერტილი. დავაწეროთ M-ის ნაბრუნები გეგმილი. და უკვე თითქმის ამოვხსენით, მაგრამ ახლა ეს ყველაფერი რისთვის გავაკეთეთ? აქ მაგეგმილებლად ახლა არ ჩანს ეს. ეს სამკუთხედი ერთ ხაზად არ ჩანს, ხო? ერთ ხაზად გამოჩნდება აი აქ, ფრონტალურ გეგმილთა სიბრტყეში, ხო? კიდევ ერთი რამე გავიხსენოთ, რომ ბრუნებისას, აი მაგეგმილებელი წრფის ირგვლივ ბრუნებისას ამ შემთხვევაში არ დაკარგავს სიმაღლეს წერტილები, ხო? ანუ A წერტილი აქეთ გამოვა. ანუ ამ ტრაექტორიაზე იმოძრავებს აი ესე. გამოვა აქამდე, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში მოდი საკმაოდ გრძელ კავშირის წრფეს გავაკვლებ. კავშირის წრფე არ არის, ახლა ტრაექტორია. აი კავშირის წრფით რო ვამოვალ, აი აქ იქნება ამოვალს ისე ვთქვი, ხო? ძალიან ისე მიიღეთ აკადემიურად შენ ფრაზებს. და აი აქ იქნება A წერტილის ნაბრუნები გეგმილი. დავაწეროთ სახელი, უბრალოდ ორიანი მივაწეროთ. შემდეგი, რაც უნდა ვიყოთ არის C წერტილი. C წერტილისთვის იგივენაირად შემიძლია უბრალოდ A და B დავაკავშირო და გავაგრძელო. ანდაც, რა თქმა უნდა, შემიძლია აქედან აღმართო ისე კავშირის წრფე. ამათი თანაკვეთა მე მოვნიშნო, აი აქ იქნება წერტილი C. და თუ ყველაფერი სწორად გავაკეთე და არაფერი არ მოგატყუეთ, მე დავინახავთ ახლა ეს, C რო არის, დავაწეროთ. ამათ რო ერთმანეთთან დავაკავშირებდი, იგივე ფერით ვაჩვენოთ, მოდი. აი ნახეთ, B წერტილზე უნდა გაიაროს წესით. კი ბატონო, B წერტილზე გაიარა. რას მეუბნება ეს? ანუ C წერტილის აი ესე პოვნის მაგივრად, ანუ ამ კავშირის წრფის გარეშე, ან ამ კავშირის წრფის გარეშე, ერთ-ერთის გარეშე, შემეძლო უბრალოდ A და B ერთმანეთთან შემეერთებინა, გამეგრძელებინა და ერთ-ერთ კავშირის წრფისთან კვეთა მეპოვა და ეგ იქნებოდა C წერტილის ნაბრუნები გეგმილი. კაი ბატონო, რა დაგვრჩა ახლა? დაგვრჩა M წერტილის ნაბრუნები გეგმილის ფრონტალური გეგმილი. ესეც რა თქმა უნდა, კავშირის წრფეზე იქნება, სად იქნება? უნდა იყოს, რა თქმა უნდა, აი აქ. აი ეს. სახელი ამასაც დავაწეროთ. აქაც ბარემ დავაწეროთ ეს ყველაფერი, აქ ბევრი რამე მოიქცევა ერთად. ერთ-ერთი რა თქმა უნდა იქნება ჰორიზონტალის ნაბრუნები გეგმილი და აგრეთვე იქნება წერტილი ერთიანის ნაბრუნები გეგმილი. და რატომ ახლა დავაკვირდეთ ამასაც? აი ნახეთ. აი H-ი 1 და B, აი ერთ წრფეზე არიან, რაც არის მაგეგმილებელი წრფე, რაც აქ ერთ წერტილად გამოჩნდება, აი აქ. ხოლო ეს მორჩა, მაგრამ რაც შეეხება ახლა თვითონ აი ის დავტოვოთ ახლა აქ. აი ესე. ხოლო რაც შეეხება ახლა თავდაპირველ დავალებას, ხო? უმოკლეს მანძილს. ვინაიდან აი აქ ეს სიბრტყე, მე დავინახე როგორც მაგეგმილებელ მდგომარეობაში, ანუ ერთ ხაზად შემიძლია მასზე დაუმახინჯებლად დაუშვო მართობი. ისევ წითელ ხაზს ავიღებ და აი M წერტილიდან მართობს დავუშვებთ. აი აქ მოხდება. ცოტა კიდე გამოვწიოთ, რომ არ მინდა გადაკვეთოს, უშნოდ იქნება. აი ეს წითელი ხაზი ჯერ ეგ-ერთი იქნება ნატურალური ზომის და მეორეც არის რა თქმა უნდა უმოკლესი მანძილი, ხო? აი ეგ სად იქნება ახლა ქვემოთ.
ვიდრე თავდაპირველ გეგმილებზე ვიპოვით, ჯერ ნაბრუნებ გეგმილებზე უნდა ვიპოვოთ. ჩვენ ვიცით, რომ მართობი, რა თქმა უნდა, გამოჩნდეს ჰორიზონტალის მართობულად, აი აქ, იმიტომ რომ დაუმახინჯებლად მარტო დონის წრფეზე აისახება მართობი, რა თქმა უნდა, ის უნდა ვიცოდეთ, ანუ ერთი ის ვიცით, რომ სადღაც აქ არის, მაგრამ არ ვიცით სად, და აგრეთვე ვიცით, რომ აი მართობი დაუშვათ ჰორიზონტალზე უკვე ნაბრუნებ გეგმილზე. შეგვიძლია კავშირის წრფით აი ეს წერტილი ჩამოვიტანოთ, რომელსაც სახელს ახლავე დავარქმევ. დანარჩენი შეგვიძლია წავშალოთ. გაწერტილი დავარქვათ, ზემოთაც გაწერტილი დავარქვათ, ზემოთ პირობითად თქვი. ერთ და იგივე რაღაცაა ესა, უბრალოდ სხვა გეგმილია. და ეხლა აი აქ როგორ უნდა ვიპოვოთ, ხო? ჯერ ერთი ვიცით, რომ გაწერტილიც სიმაღლეს არ დაკარგავს ბრუნებისა, სანამ აქ მოვიდოდა ეს გაწერტილი, ჯერ ეს ტრაექტორია გამოიარა, მაგრამ საიდან მოვიდოთ არ ვიცით. აი ეს ჰორიზონტალური ტრაექტორია Z-ში წრეწირად ჩანს, აი ასე. წავიდა, სად უნდა მოვიდეს, ხო? აქ ახლა ერთი პრობლემაა, სადაც აი ამას გადაკვეთს. კომპიუტერმა მიჩვენა, რომ აქ გადაკვეთაო, მაგრამ აი ესე მარტივად ახლა არ ჩანს ფარგლით, ამას ვერ დაინახავ. ამიტომ გაწერტილის ურთიერთმდებარეობა უნდა გაარკვევთ რომელიმე სხვა წერტილთან. შეგიძლიათ C აიღოთ, A აიღოთ, ან წერტილი 1. არ აქვს მნიშვნელობა, ამ შემთხვევაში წერტილი 1-ს ავიღებ და ამას მივაკუთვნებ, რაღაცნაირად ამასზე მივაბამ რა. შემდეგ ამას წამოვიღებ, აი ამ რკალს, აი აქ უკვე ზუსტად დავინახე. სადაც გადაკვეთა ამ ორმა ერთმანეთი, აი მანდ არის გაწერტილი ზუსტად. სახელიც დავარქვათ. აბატონო. ერთადერთი რაც დაგვრჩა, ამას დავაკავშირებთ. ერთადერთი არ არის, მაგრამ არ აუშვეს. ამის გეგმილი რა თქმა უნდა ვიპოვოთ ზემოთაც, ვიცით რომ აი ამ ჰორიზონტალურ კავშირის წრფეზე იქნება, ამ ადგილზე ზუსტად. სახელი დავაწეროთ. ეს K2 არის. და აი დავაკავშიროთ მაინც რა თქმა უნდა. აი ეს არის მესამე ვარიანტი ამ ამოცანის ამოხსნის. მორჩა. მაგრამ ნატურალური ზომა აი ეს არის. ამიტომ შეგვიძლია აქ ასეთი რაღაც დავაწეროთ. აი ესეთი წრფე გამოვიტანოთ. და აქ ასეთი რამე დავწეროთ. M K-ს ნატურალური ზომა. ზო, მორჩა. ამოიხსნა ამოცა. თავიდან ძალიან როგორც ვთქვი, ნეგატიურად ვიყავი ამ ამოცანის ამ გზის მიმართ განწყობილი, მაგრამ მე არც ისეთი ცუდი აღმოჩნდა. საკმაოდ გავერთე და საკმაოდ მარტივიც ყოფილა. აი აქ წეღან არასწორად ამოვხსენი, მაგრამ სწორი პასუხი მივიღე, ვინც ერკვევით ხაზულობით გეომეტრიაში მიხვდებით რატომ მივიღე სწორი პასუხი, ხოლო ზუსტი ამოხსნა ეს იქნებოდა. აი ეს არის ზუსტი ამოხსნა, ხო? რომელიც გინათ ის გამოიყენეთ, თუ ნება გაქვს დართული. შეიძლება ლექტორმა, გულისხმობ შუალედურ გამოცდაზე ვინც გამოიყენებთ ამ ვიდეოებს, ხო? იყო შემთხვევა, როცა ესეც ამის ნებას ქონდა დართული, ეს მგონი საერთოდ არ ისწავლება, უბრალოდ ვიფიქრე, ხო არ კეთდება და გაკეთდა. შეიძლება სხვა მეთოდიც არსებობს, ცოტა მეზარება ახლა მაგ მეთოდის გაკეთება. ანუ აი ეს მეთოდი არის ხოლმე ძირითადად შუალედურზე. აი ეს, იმიტომ რომ აქ ბევრი რაღაცა არის გასაკეთებელი, ანუ სამკუთხედის ნატურალური ზომის ჩვენება არის სიბრტყის ტყვეთა არის, დონის წრფება, ბევრი რამე არის რა. აქ საკმაოდ მარტივად არის გეგმილთა სიბრტყის წვლის მეთოდი, ყველაზე მარტივი მე თუ მკითხავთ, ეს არის. შემდეგ ალბათ ამას დავსვამდი, მაგრამ ყველაზე მეტად ამით გავერთე და ბოლო ეს არის. ყველაზე ნაკლებად ამით ვერთვები. ძალიან არ მიყვარს, ბევრი ხაზი ილინთება ერთმანეთში, აქ დაჟე, ანუ ეს C წერტილის კავშირის წრფე მაკლია და ბარი მაგასაც გავავლებ, უბრალოდ ძალიან ემთხვევა ერთმანეთში და არ მიყვარს ხოლმე ასეთი რაღაცა. თუ უნდა გაქვთ დართული რომელიც გინდათ ის გამოიყენეთ, თუ არა და იცოდეთ მაინც. ვინმეს შეიძლება საერთოდ ისე გაინტერესებთ ხაზულობით გეომეტრია და ისე უყურებთ ამ ვიდეოებს. მადლობელი ვარ ეგეთი ხალხისაც ძალიან.
და ეს არის რა სულ. რომელი მეთოდიც გინდათ ის გამოიყენოთ. თუ კიდე რამეს წავაწყდი, რამე მეთოდი ცადე და გამოდგა ის მეთოდიც, იმის ვიდეოც შეიძლება დავდო. ერთადერთი რასაც ვფიქრობ არის ჰორიზონტალური ან დონისწიფის ზირგული ბრუნებით თუ აღმოიხსნება ეს ამოცანა. არ ვიცი, შეიძლება აღმოიხსნას, შეიძლება არა. ხო, სულ ეს იყო ჯერჯერობით. აა იმედია გამოგადგათ ეს ვიდეო. თუ რამე კითხვები იქნება, შეგიძლიათ მომწეროთ. ვეცდები მაქსიმალურად რომ გიპასუხოთ. და სულ ეს იყო. წარმატებას გისურვებ და დაგემშვიდობებით.